გამარჯობა, როგორ ხარ? დღევანდელ ვიდეოში მე გაჩვენებ სამ უსაფრთხო ვარჯიშს, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მუხლის გაძლიერებას. თუ არ მიცნობთ, ძალიან სასიამოვნოა. მე ვარ დოქტორი ალექსანდრე მოტა, ვარ ფიზიოთერაპევტი, ვარ ოსტეოპათი და ძალიან მიხარია რომ აქ ხართ. ნახეთ ეს კითხვა. დოქტორ ალექსანდრე მოტა, არც ერთი თქვენი ვიდეო არ გამომრჩენია და ყოველთვის ვაზიარებ ყველა ვიდეოს. ბევრ ადამიანს დავეხმარე, სულს ვარჯიშები მუხლისა და ფეხების გასაძლიერებლად. სამჯერ მქონდა კოვიდი, ღმერთო ჩემო. და მგონია რომ ფეხები დამისუსტა. უკვე მაქვს ვიდეო გაკეთებული იმის შესახებ, თუ როგორ შევამსუბუქოთ სიმძიმე და დაბუჟება ფეხებში კოვიდის შემდეგ, პარადზე გიტოვებთ აქ რომ ნახოთ მას შემდეგ რაც ამ ვიდეოს დაასრულებთ. ვარჯიშამდე უნდა გაიგო, შენი მუხლი მუდმივად თოკის გადაკაჩვის მდგომარეობაშია. გახსოვს ის თამაში, რომელსაც ბავშვობაში თამაშობდი? ორი გუნდი რო თოკს კაჩავს, რო ნახონ ვინ უფრო ძლიერად მოკაჩავს. და არის მომენტი, როცა ყველა იმდენ ძალას იყენებს, რომ თოკი საერთოდ არ იზრვის. ყველა ძალას იყენებს, მაგრამ თოკი ისევ იქაა ბალანსში. აი ზუსტად ეს მდგომარეობა აქვს შენს მუხლს. აქ ყურადღებით იყავი, ნახე. აქ მაქვს მუხლი, რომელსაც გვერდიდან უყურებ. ეს ზედა ძვალი არის ბარძაყის ძვალი, ფემური, ეს ქვედა ძვალი არის ტიბია, ანუ წვივის ძვალი. და აქ ეს სამკუთხედი, პატარა სამკუთხედი არის პატელა, ანუ მუხლის თეფშის ძვალი. და თუ დავაკვირდებით, ნება მომეცით, ავიღო ჩემი წითელი მარკერი. თუ წინიდან დავაკვირდებით, აქ გვაქვს ბარძაყის კუნთები, კვადრიცეპსი, რომელიც სინამდვილეში 4 კუნთისგან შედგება, ხო ასეა. აქ მუხლის წინა ნაწილში იჭიმება. და გვაქვს რამდენიმე კუნთი, რომლებიც მუხლის უკანა მხარეს გადის, ანუ მუხლი გარშემორტყმულია კუნთებით. გვაქვს კუნთები ბარძაყის უკანა ნაწილში, რომლებიც აქ უკნიდან გადიან და ასევე გვაქვს წვივის უკანა კუნთები. ბევრმა არ იცის, მაგრამ წვივის კუნთები, იგივე ორთავა კუნთები, გასტროკნემიუსები, იწყება ფეხიდან, ქმნის წვივის უკანა ნაწილს და მოდის მუხლამდე. მაშ, შეხედე რა განსხვავებაა ძალაში წინა და უკანა კუნთებს შორის. და ამის შედეგი, როცა არ ვარჯიშობ, მუხლში დისბალანსი გაქვს ისაა, რომ ეს დიდი უკანა კუნთები იწყებს დაძაბულობის დაგროვებას და წინა კუნთები სუსტდება. და მერე ის თოკის გადაკაჩვა, ძალების ბალანსი იწყებს გაქრობას. შენი მუხლი დისბალანსია, მერე იწყება ცვეთა, იწყება პრობლემების სერია, ტენდინიტები, რაც არ უნდა გქონდეს. მაშ, მუხლის გასამაგრებლად ორი რამ გჭირდება. მოდი ავირებ აქ მწვანეს, ესე უკეთესად დაინახავ. ორი რამ გჭირდება მუხლის გასამაგრებლად. პირველი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მუხლის წინა მხარეს მდებარე კუნთებში. საჭიროა ამ კუნთების ძალისა და კონტროლის გაუმჯობესება. ხოლო უკანა კუნთებმა უნდა ისწავლონ მოდუნება. მეტი მოქნილობა უნდა გქონდეთ. ამიტომ ესე ვთქვათ, საჭიროა გაწელვა. ამიტომ არ არსებობს მუხლის გამაგრება, ძლიერი მუხლი, წინა კუნთების ძალისა და კონტროლის გარეშე და უკანა კუნთების მოდუმების, მოქნილობისა და გაწელვის გარეშე. ეხლა როცა გაიგე რა სჭირდება შენს მუხლს გასამაგრებლად, მინდა რომ კიდევ ცოტა მომიხვე ამ ტკივილზე, იმ მუხლის პრობლემაზე, რომელიც თან გდევს. შეგიძლია მითხრა როგორ დაიწყო ეს ტკივილი. დაცემის შემდეგ დაიწყო. დაიწყო უეცრად, დაიწყო სუსტად და თანდათან გაძლიერდა ტკივილი. თუ თავიდანვე ძლიერი იყო. შეგიძლია მითხრა რა აუარესებს ამ ტკივილს და რა აუმჯობესებს მას. მაგალითად, ბევრ ადამიანს მუხლის ტკივა, როცა დიდხანს ზის და შემდეგ დგება. სხვა ადამიანებს მუხლის ტკივათ, როცა დიდხანს დადიან. ზოგიერთს კი სიარული უამჯობესებს ტკივილს. მომიყევი ცოტა მეტი კომენტარებში, როგორი ტკივილია, რასაც გზნობ, როგორი პრობლემაა მუხთან დაკავშირებით, რომ უკეთ შეგეძლო დაგეხმარო. შეიძლება პასუხი გაქცე შენს კითხვაზე, ან იქნებ ვიდეოც ჩავწერო, სადაც შენს კითხვაზე უპასუხებ, რომ უკეთ დაგეხმარო. ამიტომ არ უნდა გამოტოვო, რადგან ბევრია ისეთი, ვისაც ვიდეოს უწერ, რომ კითხვაზე უპასუხო და დავეხმარო, მაგრამ თვითონ არც კი იცის, რომ ვუპასუხე და ვიდეო ჩავწერე.
ამიტომ რომ არ გამოხჭეს შენი კითხვის პასუხი, გამოიწერე არხი, ჩართე ზარის ღივაკი და მონიშნე ყველა შეტყობინება, რადგან ასე YouTube შეგატყობინებს, როცა ახალი ვიდეო იქნება და როცა შენს კითხვაზე უპასუხებ, შენს შეგატყობინებენ. შეხედე, თითქოს მსახურია, ზარი დარეკე ჯაიმე. ჯაიმე? დიახ, ქალბატონო, პირველი ვარჯიში იქნება იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ძალა და კონტროლი მუხლის წინა კუნთების კვადრიცეპსის. მე აქ ლამაზი ნახატი გავაკეთე, რომ დაახლოებით წარმოვიდგინოთ, როგორ მუშაობს მუხლის წინა კუნთები. აქ მე მაქვს 4-დან 3 კუნთი, ხო ასეა. აქ არის კუნთი, რომელსაც გარეთა ფართო კუნთი ქვია, რომელიც გარეთა მხარეს მდებარეობს. შიგნითაა ფართო კუნთი, რომელიც შიგნით მდებარეობს და ბარძაკის სწორი კუნთი. და მათ ქვემოთ არის შუალედური ფართო კუნთი. ასე რომ ეს 4 კუნთია, რომლებიც ერთსა და იმავე ადგილზე ერთდება. ამიტომ ეს ვარჯიში, რომელსაც ახლა გაჩვენებ, ამ კუნთების გასაძლიერებლად იქნება, მაგრამ იმავე დროს პატელას სწორ მდებარეობაზე იმუშავებს. და პირველი ვარჯიში, რომელსაც გავაკეთებთ, არის ჩაჯდომა. ვიცი რომ ბევრი ფიქრობს, ალექსანდრე, მე ჩაჯდომა არ შემიძლია. ექიმმა მითხრა, რომ ჩაჯდომა არ შეიძლება. თუ ჩავჯდები მტკივა, ჩაჯდომა არ გამომდის. შვიდად. ჩვენ ვიმუშავებთ, როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, უსაფრთხოდ. ამიტომ იხავი ფრთხილად. მინდა რომ ჯერ ყურადღება მიაქციო, სადამდე შეგიძლია ჩაჯდომის გაკეთება ისე, რომ ტკივილი არ იგრძნო. ზოგი ადამიანი მხოლოდ აქამდე ახერხებს ჩაჯდომას. აქ თუ ამაზე ქვემოთ ჩახვალ, ტკივილს იგრძნობ. ამიტომ ჩაჯდომას გააკეთებ აქამდე, სადაც არ გტკივა. კარგადაა, ზოგი უფრო მაღლა რჩება, ზოგი კი უფრო ქვემოთ ჩაჯდომას ახერხებს. ამიტომ მოძებნი მოძრაობის ამპლიტუდას, პოზიციას, სადაც შეძლებ ჩაჯდომას ტკივილის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა, უფრო დიდია თუ პატარა. მთავარია, რომ შენ ამუშავებ და აძლიერებ ამ კუნთებს. ხო მასეა? მაშ, ნელა ჩაჯდები დაბლაც ახვალ იქამდე, სანამ არ გეტკინება. მიაღწიე იმ წერტილს, სადაც ჯერ არ ტკივა. თუ გადააჭარბებ, ტკივილი დაიწყება. ამ პოზიციაში უნდა დარჩე. აქ იხავი 15-დან 30 წამამდე იდეალურია თუ 30 წამს გაძლებ. დააკვირდი რამდენიმე რამეს. მუხლი შიგნით არ უნდა ჩავარდეს. ეცადე შეინარჩუნო ეს სწორება. თუ აქედან შევხედავ, ხედავ რომ ჩემი მუხლი ზუსტად ფეხის ზემოთაა. ერთ ხაზზეა. თვალი, მუხლი და ფეხი. თუ მუხლი შიგნით ან გარეთაა, ეს არასწორია. მუხლს ძალიან ვაძალებ. შეინარჩუნე ეს სწორება და ეცადე აქ დარჩე 30 წამით. თუ ფეხი კანკავს დაიწყებს, ან ვეღარ შეძლებს სხეულის წონის დაჭერას, გეგოლება კუნთები ღალატობენ, ეს ნიშნავს რომ შენ ზღვარზე ხარ. მაქსიმუმს მიაღწიე. ამ შემთხვევაში დაჯექი და დაისვენე. მინდა რომ ეს ვარჯიში დღეში 3-დან 5 ჯერ გააკეთო. აუცილებელი არ არის Z, შეგიძლია ეს ვარჯიში გაანაწილო, გააკეთე დღის განმავლობაში. დაიმახსოვრე, რომ ეს არის გაძლიერება, დაიწყებ ამ გაუნჯობესების შეგრძნებას. იგრძნობ მუხლის სიმტკიცეს, სიმტკიცის გაუნჯობესებას, ტკივილის შემცირებას დღეების განმავლობაში. ამიტომ უნდა აკეთო ეს ყოველ დღე. დირჩევ, რომ მინიმუმით დაიწყო. შეინარჩუნე ჩაჯდომა 15 წამით, ან თუ აგიკანკალდება, თუ ვერ შეძლებ სხეულის წონის დაჭერას. ანუ თუ ვერ შეძლებ, გააკეთე ეს ერთხელ, ორჯერ და დააკვირდი, როგორ იგრძნობს თავს შავს შენი სხეული. თუ დიდი ხანია ვარჯიში არ გაგიკეთებია, შეიძლება მეორე დღეს ფეხი გეტკინოს. და თუ ეს ტკივილი მთელ ბარძახზეა, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ეს ტკივილი აძლიერებს კუნთს. რომ გამოიყენე ის კუნთი, რომელსაც ადრე არ იყენებდი. მეორე ვარჯიში არის იმისთვის, რომ დაიწყოთ მუხლის უკანა ნაწილის კუნთების გაწელვა დაწყებული ბარძაკის უკანა ნაწილის კუნთებიდან. ხომ ასეა? ამისთვის დაჯდებით სკამზე ისე, რომ ფეხები იატაკზე გედოთ და უბრალოდ სხეულს წინ დახრით. ეცადეთ ისე გააკეთოთ, რომ ზურგი არ მოხაროთ, არ მინდა რომ ზურგი ცეს ფორმაში მოაქციოთ. იცით, როცა მანქანაში ზიხართ და სავარძელს აწყობთ, აქ რო ამოძრავებთ. და აწევთ, ან დაბლასწევთ თითქოს მთელი დროის განმავლობაში ზურგი სწორად გაქვთ. მაშინ წინ გადაიხარეთ, თითქოს მანქანის სავარძელს არ ეგურირებთ.
შეინარჩუნეთ ზურგი სწორად, შეინარჩუნეთ ელეგანტურობა და წინ გადაიხარეთ ზურგის ეს მრუდი, შეინარჩუნეთ. კარგი? თითქოს საჯდომს უკან სწევთ. მივა იმ წერტილამდე, სადაც იგრძნობთ, რომ აქ საჯდომში და ბარძატის უკანა მხარეს იცელებით. ეს არის გაცელვა, რაც ჩვენ გვინდა. თუ ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ის ტრადიციული გაცელვა, რომლითაც ვქაჩავთ პირსახოთს ან ზოლს, ფეხზე გადავატარებთ და ვქაჩავთ, ბევრ ადამიანს აქვს ხერხემლის პრობლემები, აქვს სიატიკური ნერვის პრობლემები და ეს მდგომარეობას გააუარესებს. ამ გაწელვის მეთოდით ჩვენ წელავთ მუხლის კუნთებს ისე რომ არ ვაძალებთ მუხლს და არ ვაძალებთ ხერხემალს. დაჯექი მანქანის სავარძელზე, შეგიძლია ხელიც დაადო მუხლებზე, მთავარია ხერხემლის სწორი განლაგების შენარჩუნება. წადი მაქსიმუმამდე. იგრძენი რომ იწელება, შესანიშნავია. ამ პოზიციაში უნდა დარჩე 15-დან 30 წამამდე იდეალურია. თუ გაწელვას 30 წამი შეინარჩუნებ, კარგად იწელე. მესამე ვარჯიში არის მუხლის უკანა კუნთების ყველა მათგანის გაწელვა. ამისთვის უნდა დადგე ფეხზე, გამოიყენო სკამი, მე სკამი მირჩევნია, მაგრამ შეგიძლია გამოიყენო დახლი, მაგიდა ან საწოლი. კარგი? მე სკამი მირჩევნია, რადგან ასეა. პირველი რაც უნდა გააკეთო არის მუხლების გამბლოკვა, ოდნავ მოხრა. ბევრი ადამიანი მუხლს ბოლომდე გაწვდის, დაბლოკილს ტოვებს და ზოგჯერ ეს იმასაც იწვევს, რასაც გენორეკურვატოს ვეძახით. ანუ მუხლი უკან იხრება. მე ეს არ მინდა, გაამბლოკე მუხლები. და გახსოვს მანქანის სავარძელი. ნელ-ნელა იხრები წელიწვდენი, ზურგს სწორად იჭერ და საჯდომს უკან წევ. მე სკამი მივჩემია, ამის გამო ნელ-ნელა დაბლა ეშვები, მიდიხარ იმ წერტილამდე, სადაც შეგიძლია სკამის ადგილი ოდნავ შეცვალო და ისემ კარგად იქნები დამყარებული. დაიხარე იმდენად, რამდენადაც შეძლებ შეინარჩუნო ზურგის სწორად დგომა, ზურგის სწორად გეჭიროს და იგრძნო დაჭიმულობა მუხლის უკან, ისე რომ არ გეტკინოს, კარგი? თუ აქ ცდი მუხლის გასწორებას, ნახავ რომ გეტკინება და იგრძნობ განსხვავებულ ტკივილს, თითქოს გეწვის. ეს ჩვენ არ გვჭირდება, მუხლი ოდნავ მოხრილი გქონდეს, ზურგი სწორად დაიხარე იმდენად, რამდენადაც იგრძნობ გაწევას ტკივილის გარეშე. ამ პოზაში დარჩი 15-დან 30 წამამდე. მარტივად რო ვთქვათ, გირჩევ ყოველ დღე გააკეთო ვარჯიშების სერიები, ყოველთვის დაიწყე მუხლის წინა კუნთების ძალისა და კონტროლის გაუმჯობესებით, ანუ ჩაჯდომებით, შემდეგ კი გააკეთე გაწელვები. ჯერ ბარძატის უკანა კუნთების, შემდეგ კი ყველა იმ კუნთის, რომელიც მუხლის უკან გადის. სხვათა შორის უკვე მაქვს ვიდეო, სადაც ვაჩვენებ ვარჯიშებს მათთვის, ვისაც მუხლის უკან ტკივილი აქვს. ბარათზე აქ გიტოვებთ. თუ ეს ვიდეო დაგეხმარა თუ რამე ახალი ისწავლე, აქ მოიწონე ვიდეო, შენი მოწონება შენს გეხმარება, ეხმარება სხვებს და ეხმარება ჩვენს არხს გაიზარდოს. და ურაბლება მიაქცია იმას, რომ ვამბობ, ეს ჩვენი არხია, იმიტომ რომ მინდა ეს ვიდეო, ეს რჩევა გამოიხენო და ყველა რჩევა აქედან, არხიდან, რათა დაეხმარო მათ, ვისაც სჭირდება. დაეხმარე ვინმეს, ვინც შენს გვერდითაა, შენს ოჯახშია ან სამსახურშია და ტკივილი აქვს. მოიყვანე ის აქ, რომ გამოიცეროს არხი, გაუგზავნე ეს ვიდეო და ასე უფრო და უფრო მეტ ადამიანს შევძლებთ დახმარებას. აქ გვერდით არის ვიდეო, სადაც გაჩვენებ როგორ მოიშორო მუხლის ტკივილი ერთ წუთში, სადაც გაჩვენებ როგორ გამოასწორო მუხლისა და მენისკის პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. აქ ქვემოთ არის პლეილისტი ყველა ვიდეოთი, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მათ, ვისაც მუხლის ტკივილი აწუხებს. ასე რომ უყურე ყველაფერს, მე აქ დაგემშვიდობებით. დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.